ყველაფერი ვიცი, რასაც მეტყვით, მაგრამ უბრალოდ ამას შეხედეთ. მოდით ხანდახან გავინებიუროთ საკუთარი თავი და დღეს სწორედ ეს შემთხვევა. ვზადებ სულგუნის ჭხირებს უგემრიელესი соусით. პირველ რიგში მოვამზადოთ მყარი სულგუნის ჭხირები. ულებით შემდეგ უნდა ამოვავლოთ ორჯერ კვერცხში, კლეარში და საფანელში. დამერწმუნეთ ორჯერ ამოვლება აუცილებელია. კვერცხი გადავდოთ გვერდზე და მოვამზადოთ ფქვილის კლეარი. ფქვილი გავაზავოთ წყალში და აი ასეთი ბლანტი სითხე უნდა მივიღოთ. მესამე ეთაპზე კი მოვამზადოთ საფანელი. ახლა კი გავაცხელოთ ზეთ. ვიყენებ სლობოდას სიმინდის ზეთს. ჭხირები ჯერ ამოვავლოთ კლეარში, შემდეგ კვერცხში და საფანელში და ეს მოძრაობა გავიმეორებთ ორჯერ. ეს არის პირველი სატესტო მზადება. სულგუნის ჭხირები ამოვატრიალოთ და შემდეგ ხელსახოციან თეფშზე მოვეთავსოთ, რომ ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. უბრალოდ შეხედეთ რა საოცრება გამოდის. ახლა კი მოვამზადოთ соуსი. სლობოდას ზეთის ხილის соуს გადავურიოთ არაჟნის соуსი, დავუმატოთ ლიმონი, ნიორი, მარილი და მწვანე ხახვი. ბოლოს კი პიტა. ყველაფერი გადავურიოთ ერთმანეთს, შედეგად კი მივიღებთ უგემრიელეს და ნაზ соуს. ჩვენი სულგუნის ჭხირებიც მზად არის. რამდენიმე წუთი მოვიცადოთ, სანამ ხელსახოთზე შეიშრობს ზედმეტ ცხიმს, ამოვავლოთ ჩვენს соуსში და გემრიელად მივირთვათ. საოცრებაა.